კავკასია არის საკმაოდ მრავალფეროვანი ხალხებისგან შემდგარი, ასე ვთქვათ, ერთეული, რომლის გაერთიანებაც ერთი დროშის ქვეშ ჩემთვის წარმოუდგენელია. ეხლა ზოგადად მაგალითად ევროკავშირიც არის ხო ერთი დროშის ქვეშ გაერთიანებული, მაგრამ დაჟე ევროკავშირი უფრო კულტურულად ახლოს არის ერთმანეთთან, ვიდრე კავკასია. არის რაღაც გარკვეული მსგავსებები, მაგრამ განსხვავებები ბევრად უფრო თვალსაჩინოა. რაღაც ერთი გამაერთიანებელი გვაქვს ჩვენ ყველას კავკასიაში, აღმოსავლეთ, დასავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ არა იმდენად არსობრივად, რომ ერთი დროშის ქვეშ გავერთიანდეთ. თუმცა რაღაც გარკვეული შეთანხმებების არსებობა შესაძლებელია. ნუ ხა რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ კავკასიაში კავკასიასთან ცოტა რთულია ეხლა მით უმეტეს ამ მონაცემებით რაღაც გარკვეულ გაერთიანებებზე საუბარი ცოტა ადრეა ჯერჯერობით, მაგრამ ზოგადად სამხრეთ კავკასიის გაერთიანება საერთოდ სხვა არის, რა თქმა უნდა, ერთი დროშის ქვეშ ძალიან რთული იქნება, მაგრამ აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს სამხრეთ კავკასიის დაკავშირებულობის საკითხი და სხვათა შორის ჯერ კიდევ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს 18-21 წლებში იყო საუბარი ამაზე და იყო მოწოდება წამყვანი ევროპული სახელმწიფოებისგან, რომ იმისთვის, რომ დასავლეთის ინტერესები გაზრდილიყო საქართველოში, აი ამ რეგიონში უნდა მომხდარიყო გაერთიანება, საერთო ინტერესების ჩამოყალიბება და უკვე როცა რეგიონია, უკვე როცა ბევრად უფრო დიდი მოსახლეა, თუნდაც იგივე პოლიტიკურ ინტერესებსაც რო თავი დავანებოთ სავაჭრო ინტერესების თვალსაზრისით, ხო, სადროცა სამ სახელმწიფოში შემოდის, სადროცა მთლიან რეგიონში შემოდის რაღაც კორპორაცია, რაღაც დიდი სავაჭრო ინტერესები წარმოიშობა და სადროცა მხოლოდ ერთ ქვეყანაზეა საუბარი. ამიტომ მე ყოველთვის იმის მომხრე რომ სამხრეთ კავკასიაში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს კავშირები და ამ შემთხვევაში საქართველოს უნდა ითამაშოს მედიატორის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სტანდარტულად ისტორიულად როგორც ხდებოდა ხოლმე და აქვე უნდა მოხდეს აქვე შესაძლოა კი, მაგრამ ძალიან საინტერესო კითხვაა, თუ შეიძლება კავკასიელ ხალხებს შორის კიდევ ერთხელ ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთის რაღაც უფრო ისეთი დაკავშირება. ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ ამაზე კარგი იქნებოდა, რომ გქონდეს ბევრი ნაშრომები და ოფიციალური მონაცემები.